მოგესალმებით მეგობრებო. ეს არის ჩემი YouTube ვიდეოს მეოთხე ეპიზოდი. დაპირებული კონტენტი, ესე ვთქვათ, რაც დაგკვირდით, იქნება დღეს და იმედი მაქვს მოგეწონებათ და რა დავარქვა ჯერ არ ვიცი ამ კონტენტს, მაგრამ ჯერჯერობით იყოს რჩევები გიოსგან. მეგობრული რჩევები. შევეცდები მაქსიმალურად მოკლედ, მარტივად და გასაგებ ენაზე აგიხსნათ ვინ როგორ დონეზეა ჩემი გადმოსახედიდან, ესე ვთქვათ, მრბოლელების ლეველები და მოგცეთ რჩევები, რომ რაც შეიძლება ნაკლები ფული მოაგებინოს ტოტალიზატორებს. ეხლა კი მინდა გადავინაცვლოთ შიგნით, ცოტა რაღაცებს მოგიყვებით და გაჩვენებთ ეკრანზე, ესე ვთქვათ, პირველი ეტაპის მონახას, სად რომელი ზონაა, სად რა თაჩენდგოუა, რა რამდენი ფულით ფასდება და პარალელურად გეტყვით აქ მაქვს კარგალტა გაკეთებული, რომელი დრიფტერს, რომელ უპირატესობას ვანიჭებ და ესე ვთქვათ, რო ვიყო მაყურებელი ან გულშემატკივარი, რომელზე გავაკეთებდი ჩემი აზრით ფსონებს. წავიდეთ ახლა შიგნით და გავაგზავნოთ საუბარი. მეგობრებო, სამწუხაროდ მე 5 ეპიზოდში ნახავთ, ძალიან ბევრი შრომა მოგვიწია, რომ შეჯიბრდე მიიღო მონაწილეობა და ფიზიკურად ჩვენი აი ამ კონტენტისთვის ვერ მოვიძიეთ ჯერჯერობით სივრცე, ადგილი, ვერც დიდი ბანერი, სადაც ყველაფერს კარგად აგიხსნით, ამიტომ force majeure სიტუაციიდან შევეცდებთ, რომ ტელევიზორიდან ამოვიღოთ მონახაზი და მაქსიმალურად, როგორც გითხარით, ხარისხიანად, მოკლედ და მობეზრების გარეშე აგიხსნათ, ესე ვთქვათ, მრბოლელების ლეველები, ვინ რომელ დონეზეა. ასევე მრბოლელების ავტომობილების სურათებს შევეცდებით, რომ ამოვანათოთ და რომ მიხვდეთ რომელი მრბოლელი რა ავტომობილი დადის, ასევე ჩავსვავთ მრბოლელების გარბენებს, თითო პატარა გარბენებს ყველასას, რისი გადაღებაც შევძელით, როგორც ცოტა ხანს გითხარით, ძალიან ცუდი გრაფიკი გქონდა და იმედი მაქვს ეს ჩემი რჩევები დაგეხმარებათ და გესიამოვნებათ ამ კონტენტის ყურება და რაც თავარია ჩემი არხი გამოიწერეთ და ლაიქეთ ეს ვიდეო და დარჩით ჩემთან ერთად. ეხლა კი გადავიდეთ ეკრანზე, სადაც გზის მონახას აგიხსნით პირველ ეტაპს. მოკლედ გადავინაცვლეთ ტრასის მონახაზე. როგორც ხედავთ, პირველ რიგში იწყება 14 საათზე ან 2 საათზე რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე. ეს არის ეგრეთ წოდებული პადოკი. მოკლედ ტრასის მონახას რაც შეეხება. სტარტი, როგორც ხედავთ, არის აი აქ მოხაზული, მაგრამ დაახლოებით ცოტა ქვემოთ არის, ესე ვთქვათ, სტარტი. უფრო სწორ აჩქარებას ვაკეთებთ, არა დახრილს. მოგერთი სიტყვით, მოკლედ ვჩქარდებით ესე აქედან, რაც შეიძლება სტაბილური და მაქსიმალური ერთიანი აჩქარება უნდა იყოს, ხოლმე მხოლოდ და მხოლოდ. არანაირად დაშვებული არ არის. ესე ავჩქარდეთ, აი რაღაცნაირი ჩავარდნა გქონდეს, მე ისევ ავჩქარდეთ. ეს არის სასტიკად დაუშვებელი სტარტის ხაზზე, რომ იცოდეთ მეგობრებო, აი ამ ზონამდე, მოწყვეტის ზონამდე სავალდებულო არის, რომ იყოს სტაბილური აჩქარება, ესე ვთქვათ, ერთიანი აჩქარება. ამის შემდეგ აი აქ გვაქვს უკვე მოწყვეტის წერტილი, ესე ვთქვათ, სავალდებულო ხაზი, სადაც აქ უკვე მანქანა უნდა იდგეს მოცურებული დრიფტში. აი აქ ცოტა ცუდად ჩანს, მაგრამ მე მგონი დაინახავთ 3 ფიშკა დევს, მეგრე 2 ფიშკა და 1 ფიშკა. რაც უფრო შორს დაიწყებ დრიფტს, ესე ვთქვათ, აი ამ 3 ფიშკასთან, კონუსთან თუ უკვე დრიფტში იქნება ავტომობილი, ანუ ეს ავტომატურად უფრო მაღალ შეფასებას გამოიწვევს ჟიურისგან. შემდგომ აი აქ გვაქვს პირველი, ესე ვთქვათ, touch and go, ხო? touch and go-ზე კლიპინგი ყოფილა, ანუ უკანა კლიპინგი გვაქვს, ესე ვთქვათ. მერე inside clipping ეს გაუქმებული აქ უბრალოდ არის დახატული ეს შეჯიბრის მიმდინარეობის დროს ესე ვთქვათ არასდროს არ გვაქვს ხოლმე ეს ცხვირის ზონა უბრალოდ ნახაზზე არის ხოლმე დატანილი და ამან შეცდომაში არ შეგვიყვანოს. როგორც გითხარით, ისე დაუბრუნდეთ მონახას, აქედან ჩქარდებით, აქ მოვწყდით, ვიღებთ პირველ კლიპინგს და აქედან რაც შეიძლება აჩქარებით, ისე გაზით მოვდივართ და როგორც კი გადმოვეწყობით, სადაც მაქსიმალურად გვიან უნდა მოვახდინოთ აქ გადმოწყობა და როგორც კი გადმოვეწყობით, აქ უნდა შევნელდეთ კედელთან, აი აქ უკვე კედელი არის, აი ესე მთლიანად კედელი მოყვება. აქ უკვე შენელებას ვიწყებთ კედელთან და როგორც კი კედელთან მივალთ, აი ჩათვალეთ, აი კედელს უნდა მიედოთ,
როგორც კედელს მივედებით, იწყება მესამე დიდი ზონა, მთლიანი ზონა, რომელიც არის რკალივით. და მესამე ზონა თავიდან ბოლომდე უნდა შევავსოთ ესე ვთქვათ, ერთიანი კუთხით რა. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ეს მანქანის კუთხე იყოს მაქსიმალურად ერთიანი. როგორც კი ზონიდან გამოვდივართ, მაქსიმალური აჩქარება უნდა დავიწყოთ და წამოვიდეთ მეოთხე ზონამდე, პატარა მინი ზონამდე, ესე ვთქვათ. როგორც კი აქ მეოთხე ზონას ავიღებთ, იდეაში მე ახლობით ყვებით ჩემ თავზე რეებს ვაკეთებ ხოლმე. მაქსიმალურად ვიწყებ დამუშავებას ავტომობილის გადმოწყობის თვის და ესევე მეხუთე ზონაში შესასვლელად საჭირო არის მუხრუჭზე, ესე ვთქვათ, მაქსიმალურად დასტაბილურება მანქანის ერთიანი კუთხით და არ უნდა კონდეს აი ამ ადგილში ძალიან ბევრი კორექციები გადმოწყობისას. როგორც კი აქ იგივენაირია, როგორც მესამე ზონაში, დასვავ თუ არა ავტომობილს, ერთიანი რკალი უნდა შეკრა და მოუყვები და ეს დაახლოებით აქაც ცუდად არის დახაზული, ფინიშიც ზონასთან ერთად მთავრდება, ესე ვთქვათ რა. ეს არის გზის მონახაზი, რაც შეეხება გზის შეფასებას, გზა ფასდება როგორც ზონებად, ასევე სტილად და კუთხით. ყველა ეტაპზე, ესე ვთქვათ, რაუნდზე არის სხვადასხვა განაწესები, შიდა წესები, სხვადასხვანაირად ფასდება ხოლმე კონკრეტული ზონები, კონკრეტული თაჩენდგოვები და სხვა დანარჩენის. უმეტეს შემთხვევაში სტილს აქვს ხოლმე ან ტრაექტორიას ყველაზე მეტი ქულა. გააჩნია სტილი თუ არის კუთხესთან ერთად, შესაძლებელია 40 ქულაც კონდეს და ასე შემდეგ და ეს პატარ-პატარა ზონები იყოფოდეს მაგალითად 5-5 ქულიანება და დიდები 10 ქულიანება და ესე იკვრებოდეს 100 ქულა. ახლა კი გადავალ თვითონ ბოლელების ჩამოთვლაზე, როგორც ცოტა ხნის წინ გითხარით, გავაკეთე პატარა შპარგალკა, ჩემი შეფასებიდან გამომდინარე და დაუწერე ბოლელებს რაღაც განკუთვნილი ქულები. მოკლედ, როგორც გითხარით, გავაკეთე პატარა შპარგალკა. ესე ვთქვათ, მივანიჭე პოზიციები ჩემი გადმოსახედიდან, ჩემი აზრით, ვინ რომელ ქულას, რომელ ადგილს დაიკავებს, ესე ვთქვათ, კვალიფიკაციაზე. მოუყვები ახლა მე მრბოლელებს ჩამონათვალე სიის მიხედვით, როგორც წერი ვართ მრბოლელები ნომერაციის მიხედვით, საბორტო ნომერაციის მიხედვით. აქვე მინდა ჩავამატო, რომ გამოიწერეთ ჩემი არხი, დაალაიქეთ ეს ვიდეო, გადადით სხვა ვიდეოებზეც, ნახეთ, ისინიც მოიწონეთ, დაგვიკომენტარეთ, იმიტომ რომ სულ რაღაც ძალიან მალე დავიწყებთ ძალიან მაგარ გათამაშებას, რომელსაც გამომწერებს ექნებათ მნიშვნელობა და ჩვენი გამომწერები მიიღებენ ძალიან მაგარ საჩუქარს, ეს კი სურპრიზად არჩება. ეხლა მინდა დავავამატო ბარემ აქვე, რომ ჩემს თავს, ესე ვთქვათ, არ შევაფასებ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ჩემი თავის მიმართ ვერ ვიქნები, ესე ვთქვათ, ობიექტური, იმიტომ რომ მხოლოდ და მხოლოდ მე მინდა რომ მოვიგო ჩემპიონატი და მე ვიყო გამარჯვებული ამ კონკრეტული ეტაპის. და აქედან გამომდინარე, ჩემი თავი წავშალე, ჩათვალეთ საერთოდ არ ვარ მე ისე უყვები ახლა ამ ჩემ რჩევებს. მოკლედ დავიწყოთ, რომ თავი არ მოგაბეზროთ. პირველი გიორგი სარიშვილი დაბრუნდა დრიფტის პირველი ჩემპიონი, ესე ვთქვათ, ძალიან მაგარი მუსტანგით, ძალიან მაგარ ვიზუალზე და ძალიან მაგარი ეფექტებით დადის ტრეკზე, ანგრევს აქაურობას. გიორგის ავტომობილს, როგორც თვითონ თქვა, იძახის და დააფიქსირა მონაცემებში, აქვს 530 ცხენის ზალა და ჩემი აზრით გიორგი დაიკავებს მე-4 ადგილს. რაც შეეხება შემდეგ მონაწილეს, შემდეგი მონაწილე არის 7 ნომერი ომიკო, რომელიც ასპარეზობს BMW-ით პირველი სერიით, რომელიც აღჭურვილია, ესე ვთქვათ, წინაუკანა ვაისობით, ფიალის ამორტიზატორებით, როგორც ჩვენი პირველი სერია არის და ძალიან მაგარი გამართული არის ავტომობილის როგორც დგომი, ასევე მოხვევა, ძალიან კაი მოჭიდებით დადის და რაც შეეხება მას თვითონ თითქმის ბოლო ერთი კვირა აქ არის და ძალიან ბევრ ენერგიას, დროს ხარჯავს, ვარჯიშობს, რაც რა თქმა უნდა იმოქმედებს მის საკვალიფიკაციო გარბენებზე და მას მივანიჭე მე-6 პოზიცია. ასევე ომიკოს ავტომობილს გეტყვით, რომ აქვს 325 ცხენის ძალა.
შემდეგი მესამე მონაწილე ზუკიტო, ესე ვთქვათ, ზურა ოძელაშვილი, ჩემი BMW-ი, როგორც წინა ეპიზოდში ნახეთ, BMW ვათხოვე ზუკას, ჩემი საყვარელი და პირველი დრიფტკარი, რომელიც აღჭურვილია M4-ის ძრავით და გამოიმუშავებს 550 ცხენისძალას. იქიდან გამომდინარე, რომ ზუკას საერთოდ არ უვარჯიშია, საერთოდ არ უვარჯიშია, როგორც მე ასევე ისიც, მანქანის ქვეშ ვგდივართ ბოლო კვირებია და ჩემი აზრით ზუკიტო არ გეწყინოს, მაგრამ 22 მონაწილიდან დაიკავებ მე-14 პოზიციას. რაც შეეხება შემდეგ მონაწილეს, შემდეგი მონაწილე არის 19 ნომერი, გიორგი გრიგალაშვილი, რომელიც ასპარეზობს Toyota-ს GT86-ის შემნაირი ავტომობილით. მასაც წინ და უკან აქვს, ესე ვთქვათ, ვაისვაბი. აღჭურვილია ძალიან მაგარ კავეს ამორტიზატორებზე და დაკიდების სისტემაზე, ესე ვთქვათ, მისი ავტომობილი ძალიან მაგრა მუშაობს, მის გავლასაც ნახავთ და გიორგის დაუწერე მესამე პოზიცია. გიორგის ავტომობილს აქვს 555 ცხენის ძალა. გადავიდეთ შემდეგ მონაწილეზე, ირაკლი ფიფია, რომელიც ვეტერანი დრიფტერად ითვლება. მოკითხვა ირაკლი აქედან ჩემი მეგობარია, ძალიან მომწონს მისი ტარების სტილი და იმედი მაქვს ნელ-ნელა უფრო დაიხვეწება, თავის სკილებს აღიდგენს და რა თქმა უნდა დაუბრუნდება იმ ფორმას, რომელშიც იყო. ირაკლის ყავს BMW E46, თუ გახსოვთ თემო სამხარაძეს ლურჯი BMW, ის ავტომობილი შეიძინა, LS-ის ძრავია შიგნით მოთავსებული და მას აქვს 450 ცხენის ძალა. ირაკლი, ჩემი აზრით, დაიკავებს კვალიფიკაციაზე მე-7 ადგილს. გადავიდეთ შემდეგ მონაწილეზე, შემდეგი მონაწილე არის 28 ნომერი, ნუკრისალია, ასპარეზობს Mercedes-ის ძარით 190-ით. ნუკრის ავტომობილს აქვს 555 ცხენის ზალა. მასაც როგორც ვაკვირდები ინტერნეტში, ესე ვთქვათ, აქვს ძალიან ბევრი პრობლემა. გუშინაც მოსული იყო ტრეკზე სამწუხაროდ ვერ ივარჯიშა და აქედან გამომდინარე ცოტა დავხიე ნუკრი უკან, იმიტომ რომ ხვალ იქნება უვარჯიშებელი და ის დაიკავებს მე-9 პოზიციას. შემდეგი მონაწილე ნიკოლოზ დოლიძე. დოლიძემ თავის ავტომობილი სამწუხაროდ გაყიდა და აწყობს ახალ ძალიან მაგარ ავტომობილს, მაგრამ ამ ეტაპისთვის შეიძინა მან ისევ BMW E46 Mercedes-ის ძრავით. მოკლედ, ნიკუშა დოლიძეს აქვს 305 ცხენის ზალა და ჩემი აზრით ნიკუშა დაიკავებს მე-10 პოზიციას კვალიფიკაციაზე. გადავიდეთ შემდეგ მონაწილეზე, ეს არის გიორგი კოდუა, რომელიც თქვენს წინაშია და გიორგი კოდუა დაიკავებს პირველ ადგილს, მაგრამ აქ არ წერია. აქ წერია კითხვის ნიშანი, იმიტომ რომ როგორც ცოტა ხნის წინ გითხარით, ჩემ თავს არ შევაფასებთ. შემდეგი მონაწილე არის სურენ კამალიანი, ჩვენი მეგობარი, საიდანო რა თქვენ ზუგდიდში, სასომხეთიდან. სურენის სასომხეთიდან. სურენის ყავს BMW E30, აქვს 350 ცხენის ზალა და ჩემი აზრით სურენი კვალიფიკაციაზე დაიკავებს მე-15 ადგილს. გადავიდეთ შემდეგ მონაწილეზე, რომელიც არის როგორც თვითონ იძახის უკრაინიდან, ქალაქ ოდესიდან, ეს არის შალვა აჯიაშვილი, შაკი ესე ვთქვათ, რომელიც ასპარეზობს BMW-ით 36-ის ძარით, რომელშიც აქვს მოთავსებული 5.0 კომპრესორის ძრავი. მისი მანქანა გამოიმუშავებს 617 ცხენის ძალას და შაკი ჩემი აზრით დაიკავებს კვალიფიკაციაზე მე-2 ადგილს. გადავიდეთ შემდეგ მონაწილეზე. შემდეგი მონაწილე არის აზერბაიჯანიდან ფარიდ გულიევი, ვინც დრიფტს თვალს ადევნებთ, ფარიდი გეცოდინებათ, გემახსოვრებათ, ფოჩში ერთ წყვილში გარბანის დროს მოგვივიდა სერიოზული ავარია. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დამთავრდა, ფარიდს უბრალოდ მოტეხილობები ჰქონდა და გადავიდეთ ახლა ფარიდის ავტომობილზე. მას ყავს BMW ისევ იგივე E30, რომელშიც აქვს 5.5 კომპრესორის ძრავი მოთავსებული Mercedes-ის. მისი ავტომობილი, როგორც თვითონ განაცხადა, გამოიმუშავებს 550 ცხენის ზალას
და ჩემი აზრით ფარიდი არის ლიდერი მათ ესე ვთქვათ მათი მხრიდან აზერბაიჯანელების წარმომადგენლებიდან მათი ქვეყნიდან და ის დაიკავებს მერვე ადგილს საკვალიფიკაციო გარბეზე. რაც შეეხება შარშანდელ ჩემპიონს მივედით 100 ნომერი ირაკლი შალიკაშვილი. როგორც იცით, ირაკლი წელს თავისი ავტომობილი წაიყვანა ესპანეთში, ასპარეზობს საქართველოს სახელით საზღვრებს გარეთ. აქედანაც კი მინდა რომ ძალიან ბევრი წარმატება უსურვო. როგორც იცით, მე და ირაკლი მეგობრობთ, ერთად დავიწყეთ დრიფტი, ერთად მოვედით დრიფტში და ესე ვთქვათ, როგორ ვთქვა, ერთმანეთის კონკურენტები ვართ, მაგრამ ერთმანეთის კონკურენტები არ ვართ, იმიტომ რომ ერთმანეთის მეგობრები ვართ. როცა მე გამოვეთიშები ხოლმე რბოლას, გულშემატკივრობ ირაკლის, როცა ის გამოვეთიშება რბოლას, ბალეშიკობს მე, ესე ვთქვათ და რაც შეეხება ირაკლის ავტომობილს, დაუბრუნდეთ ისე უკან, ძალიან შორს წავედი, გადაუხვე სადღაც. ყავს საყვანილი ესპანეთში, თავისი 92 LSX-ით აღჭურვილი, რომელსაც სასწაული ავტომობილია Geofighters ეძახის თვითონ და საქართველოს ეტაპზე ასპარეზობს მისი ახალი ავტომობილით. ეს სავარაუდოდ მისი YouTube ვიდეოდან უკვე ნანახი გექნებათ, გეცოდინებათ, რომ მან იკადრა და ორი Jay-Z-ს მართავს, თან BMW-ში კი არა, Nissan-ში მეგობრებო, იკადრა და დაჯდა GDM ავტომობილზე 2 Jay-Z-ზე. დანარჩენს თვითონ მოგიყვებათ თავის ვიდეოებში, როგორ მოეწონა, როგორ იკმაყოფილია და იმედი მაქვს, ნათელ მხარეს დაინახოს. რაც შეეხება მას, ეხლა ამ ავტომობილზე, ამ Nissan SX-ზე არ ვიცი როგორ გამოთვალეს მეგობრებო, მაგრამ 801 ცხენის ძალა აქვს, 801. არ ვიცი ეს როგორ მოახერხეთ და ამ SX-ით ირაკლი ჩემი აზრით კვალიფიკაციაზე იქიდან გამომდინარე რომ ყველაზე ბევრი მანივარჯიშა, ყველაზე მეტად ფორმაში მგონია რომ არის ირაკლი დაიკავებს პირველ ადგილს კვალიფიკაციაზე მეგობრებო. გადავიდეთ შემდეგ მონაწილეზე, ასევე აზერბაიჯანიდან რაუფი, რომელიც მართავს 2 Jay-Z-ის ზრავას, რომელსაც აქვს 700 ცხენი. ჩემი აზრით რაუფის გავლებს დავაკვირდი, არ მინდა რომ ცუდად გამომივიდეს, მაგრამ საერთოდ სხვა ტრაექტორიას დადიოდა და იმედი მაქვს რომ ის ხვალ დილის ვარჯიშებზე ამ ყველაფერს გამოვასწორებს და კვალიფიკაციაზე უფრო უკეთეს წარსდგება. რაუფს რაც შეეხება, ჩემი აზრით ის დაიკავებს მე-19 ადგილს მეგობრებო კვალიფიკაციაზე. გადავიდეთ შემდეგ მონაწილეზე, რომელიც არის ნომერი 120, ლაშა ღვალაძე, ყველას გემახსოვრებათ სავარაუდოდ ერთადერთი BMW E34 მეხუთე სერია, რომელიც პროფესიონალ დრიფტზე იღებდა მონაწილეობას. ეს არის ლაშა ღვალაძე, რომელსაც ეხლა არ ვიცი რატომ აქვს 300 ცხენი, მახსოვს რომ შარშან 500-ები ქონდა ხოლმე და 700-ები. ახლა მის ავტომობილში არის 300 ცხენის ძალიანი ძრავი მოთავსებული, რადგან საერთოდ რუსთავის ჰავას კი არ ჩაუსუნთქია ამ ბოლო ერთი კვირის მანძილზე, ჩემი აზრით ლაშა დაიკავებს მე-17 პოზიციას კვალიფიკაციაზე. გადავიდეთ შემდეგ მონაწილეზე, პარვიზი, ესეც აზერბაიჯანიდან E30 2 Jay-Z-ის ძრავი მოთავსებული, რომელიც გამოიმუშავებს 900 ცხენის ძალას. არ მოგესმათ მეგობრებო, 900 ცხენის ძალას. დაინოსტენზე ყავდათ დაყენებული ეს ვიდეოები ყველაფერი ნანახი მაქვს და იქ მართლა დაწერა მისმა ავტომობილმა 900 ცხენის ძალა. აქაც გარბენების დროს ნამდვილად ეტყობა, რომ 900 ცხენის ძალა აქვს, მაგრამ გუშინ ჩამოვიდნენ ჩვენი მეგობრები აზერბაიჯანიდან, მათ ავტომობილს რაღაც ტექნიკური პრობლემები ჰქონდა, აკეთებდნენ მთელი დღე გუშინ, დღესაც ცდილობენ რაღაც პრობლემის გამოსწორებას და როგორც ვიცი გამოასწორეს ეს პრობლემა, მაგრამ სამწუხაროდ არ ვარჯიშობენ და არ ვიცი რატო არ ვარჯიშობენ. არ ვიცი. ჩემი აზრით, რაც შეიძლება ბევრი უნდა ევარჯიშათ, რომ ტრასას, ჰავას, ტემპერატურას ყველაფერს მორგებოდნენ, რომ ხვალ უკეთესად წარდგენილიყვნენ თქვენს წინაშე. დაუბრუნდეთ მის პოზიციას, ჩემი აზრით, პარვიზი 357 ნომრით, საბორტო ნომრით დაიკავებს მე-15 ადგილს. იმიტომ რომ ძალიან ეფექტური ავტომობილი ყავს, ძალიან დიდ ბოლს აყენებს და ამ ყველაფერი ესე ვთქვათ, მგონია რომ იმუშავებს და გამოვა ჟიურისთვის, რომ მე-15 ადგილი დაუწერა.
რაც შეეხება შემდეგ მონაწილეს 460 ნომერის, ეს არის ლუკა გარიბაშვილი BMW-ით ასპარეზობს E46-ით, მასაც აქვს M4 ზრავი, მოთავსებული როგორც მე ჩემ ორივე ავტომობილში და ლუკა სამწუხაროდ დღეს მესამეჯერ არის უკვე ჩამოსული, წინა ჩამოსვლაზე სერიოზული ავარია მოუვიდა კედელთან და დიდი ხანი დაჭირდათ ავტომობილის გასამართად, ესე ვთქვათ და ცოტა ფრთხილობს დღესაც ვარჯიშებზე. ჩემი აზრით, ან ლუკას შეფასება უფრო ესეთი იქნება, ან დასვავს, ან ვერ დასვავს და აქედან გამომდინარე, მას დაუწერე მე-12 პოზიცია, მეგობრებო. ლუკას ექნება მე-12 პოზიცია კვალიფიკაციაზე. შემდეგი მონაწილე, ხაიალი, ესეც აზერბაიჯანიდან, 540 ნომერი, 5 და 5 კომპრესორის ზრავით, რომელსაც აქვს 400 ცხენი, რატო არ ვიცი. ხაიალს ვაკვირდებოდი, მანაც ძალიან სასწაულება ჩაატარა, ესე ვთქვათ, სასწაული გარბენები გააკეთა, როგორც რაუფმა და ისიც დღეს არ ვარჯიშობს, რატომ არ ვიცი და ჩემი აზრით ის დაიკავებს მე-17 პოზიციას. ნელ-ნელა უახლოვდებით ფინიშს, 555 ნომერი, ჯეიმ სულეიმანი, ნოვი, რომელიც King of Dirty-ის ყველა ეტაპზე ასპარეზობს, მეგობრებო, ასევე გეცოდინებათ ჯეიმის სავარაუდოდ. ჩემი აზრით, ერთ-ერთი ფარიდი და ჯეიმი არიან გამორჩეული მრბოლელები აზერბაიჯანიდან და ჯეიმი მგონია დაიკავებს მე-11 პოზიციას ხვალ კვალიფიკაციაზე. რაც შეეხება მის ავტომობილს, აქვს ძალიან ბევრი პრობლემები. ის ასპარეზობს E30-ით, რომელსაც აქვს 306 ცხენის ზალა და მეორე ავტომობილის მოიყვანა თუ გაფუჭდებაო თუ რამეო მეორე ავტომობილის ხავს. ნახოთ, იმედია იასპარეზებს E30-ით. გადავიდეთ შემდეგ მონაწილეზე, 599 ნომერი. გოგონა, მონაწილე გოგონა, რომელიც არის 15 წლის, ევა ივანოვი. ის, როგორც თვითონ აცხადებს, არის ისრაელიდან. ევა ივანოვი არის ისრაელიდან. მან შეიძინა ნიკოლოზ დოლიძის BMW E46, რომელიცაც ნიკოლოზ დოლიძე ბოლო წლები ასპარეზობს, რომელსაც არის LS-ის ზრავი მოთავსებული, რომელიც გამოიმუშავებს 450 ცხენის ზალას. ევას რაც შეეხება, ევას აქვს, ესე ვთქვათ, ძალიან კარგი სკილები, რაც მომწონს, რასაც ანვითარებს ეს პერიოდია, რაც უყურებ, რაც ზამთრის ეტაპის პირველ რაუნდზე მიიღო მონაწილეობა, იმ პირველი რაუნდიდან მესამე რაუნდზე და დღესაც და გუშინაც რო უყურებ და მის ვარჯიშებს, საერთოდ სხვანაირი მრბოლელი აქვს ცეული და ეს ყველაფერი მეგობრებო არის მევლუდ მელაძის დამსახურება, რომლის სკოლას ასევე მეც გამომვლილი მაქვს ბავშვობაში და არაფრის არ მეშინია. ჩემი აზრით, მეგობრებო, ევა დაიკავებს კვალიფიკაციაზე მე-5 პოზიციას. მე-5 პოზიციას დაიკავებს ევა. გადავიდე, დაგვრჩა თუ რაღაც 3 მონაწილე უკვე და ამით დავამთავრებ მონაწილეების შეფასებას. შემდეგი მონაწილე არის ასევე აზერბაიჯანიდან, რამანი ესე ქვია, 700 ნომრით, რომელიც ავტომობილში არის 350 ცხენის ზალა. აზერბაიჯანელები მეგობრებო ყველა E30-ებით არიან, 1 E46 ყოთ მარტო, მე მგონი რაუფს. რამანის ავტომობილს აქვს 350 ცხენის ზალა და ჩემი აზრით ის დაიკავებს მე-20 პოზიციას. გადავიდეთ შემდეგ მონაწილეზე, ისიც არის აზერბაიჯანიდან, ელჩინ მამედოვი, 3-8-იანი მისი საბორტო ნომერი, მის ავტომობილს აქვს 500 ცხენის ზალა, მეგობრებო, აქ ესე წერია. 500 ცხენის ზალა აქვს მის ავტომობილს. ჩემი აზრით, ელჩინ მამედოვი დაიკავებს 21 პოზიციას, მეგობრებო, 21-ს. ანუ ბოლო პოზიციას დაიკავებს ელჩინი. ასე დაალაგდა ჩემი შეფასებები. იმედია მოგეწონებათ, იმედია გამოგადგებათ. აქვე პატარა შპარგალკაში მიწერია, რომ გივი ბიბილეიშვილი არ ვიცით გამოვა თუ არ გამოვა. შეჯიბრზე, იმიტომ რომ არ წერია სიაში, ჩამონათვალ სიაში მრბოლელების, მაგრამ როგორც ვიცით, გივიც აპირებს მანქანის საბოლოო დაასრულა მანქანა, აპირებს შეჯიბრზე გამოსვლას და ჩემი აზრით, გივიც თუ გამოვა, სადღაც მე-13 პოზიციას დაიკავებს გივი, ესე მგონია, ან მე-14-ს და ეს ყველაფერი ნელ-ნელა ქვევით შეგიძლიათ ჩააჩოჩოთ და გადაახვიოთ და თავიდან უყუროთ რომელ პოზიციაზე დაჯდება. როგორც დაგპირდით, შემდეგი მსგავსი ვიდეოს კონტენტი, რომელიც იქნება უფრო მოპოდკასტო სტილში, უკვე გვექნება მრბოლელების ფიგურებიც, გზის მონახაზიც, რომელიც
ორგანიზატორებს უნდა მოიცათ წესით, უნდა ქონოდათ, მაგრამ ყველაფერი ბოლო დღისთვის არის გადადებული საქართველოში და დღეს ღამის 10 საათი იქნება დამზადებული ბანერი, რომელიც ხვალ უნდა წარსდგეს ბრიფინგზე ჩვენს წინაშე, ესე ვთქვათ. და ამიტომ არ გვაქვს. შემდეგი ვიდეოსთვის ყველაფრით მზად ვიქნებით, უფრო მეტი ენერგიით შემართებით, უფრო მეტი საბარჯიშო ვიდეოებს გადავიღებთ, უფრო მეტს განახებთ და უფრო სიღრმისეულად განვიხილავთ, ესე ვთქვათ, მრბოლელებს თავის ავტომობილებთან ერთად და რაც გითხარით 2 წამის წინ, უფრო მოპოდკასტო ეპიზოდი მინდა რომ გამოვიდეს, მინდა რომ რომელიმე ჩემი კოლეგა, პროფესიონალი დრიფტერიც ჩემთან ერთად იყოს და უფრო კამათით განვიხილოთ ხოლმე მრბოლელების შეფასება და მინდა რომ ეს შეფასება ახლა მე რომ დავჯექი და ჩემი შეხედულებით დავწერე, მინდა რომ თქვენს წინაშე დავწეროთ კამათით რა და მინდა რომ უფრო ჯანსაღი გამოვიდეს, ესე ვთქვათ და უფრო სიღრმისეულად გაიგოთ თქვენს რის მიხედვით ვაფასებთ ჩვენი გადმოსახედა მრბოლელებს. რა თქმა უნდა, ავტოსპორტი არის, მეგობრებო, ყველაზე არაპროგნოზირებადი სპორტი, ყველაზე არაპროგნოზირებადი. ხდება უამრავი ტექნიკური პრობლემა, უამრავი მსგავსი სიტუაციები, შეიძლება ელექტროობა უცბად გაფუჭდეს ავტომობილზე, არანაირი მიზეზის გამო შეიძლება უმბარა გატყდეს, შეიძლება ხიდი ჩაიშალოს, შეიძლება გადაცემათა კოლოფი, შეიძლება ძრავი გაფუჭდეს, შეიძლება ტურბინა გაფუჭდეს ავტომობილზე და აქედან გამომდინარე, მინდა რომ ეს ყველაფერი გაითვალისწინოთ, ეს ყველაფერი გაანალიზოთ, რომ დრიფტი, მით უმეტეს და ავტოსპორტი არის არაპროგნოზირებადი სპორტი. მე უბრალოდ ეს რჩევები მოგესით ჩემი მხრიდან, იმედია გამოგადგებათ 100%-ით, რა თქმა უნდა, მე კი არა, ვერავინ ვერ გეტყვით ზუსტ პოზიციებს, ვინ რომელ ადგილს დაიკავებს, მაგრამ ესე მგონია, რომ 90%-ით გაამართლებს ჩემი რჩევები თქვენს მიერ. აბა, ყველას წარმატებას გისურვებთ, ასევე წარმატება გვისურვეთ. შემდეგ ეპიზოდს ნახავთ უკვე თვითონ შეჯიბრის ეპიზოდს და იმის შემდეგ ეპიზოდს ნახავთ უკვე შეჯიბრის მომზადება, როგორ მოვემზადეთ შეჯიბრისთვის და მაგ ეპიზოდში ნახავთ რა იქნება სურპრიზი და საჩუქარი ჩემი გამომწერებისთვის. გამომწერებისთვის, არა, გამომწერისთვის. ერთი გამომწერისთვის მხოლოდ და ამიტომ გამოიწერეთ ჩემი ვიდეო, დაალაიქეთ, დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი, როგორ მოგეწონათ ჩვენი ვიდეო და კვირას გელოდებით ყველას რომ გვიგულშემატკივროთ, ბევრი ფანებით წავსდგეთ და დიდი თასი ისევ ერთი იქნება პირველ ადგილასო და ეს დიდი თასი ისევ მე წავიღო სახში. აბა დროებით მეგობრებო და შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში.